ადაღება შეიძლება. საბაჯიქიას რეალურად რაში ცდებენ ბრალს, ამ ბრალს არ ითანხმება ის რომ მაგალითად ფეხი მოხვდა თუ არ მოხვდა, ხო? ერთია ჩვენებაში რა ჩანს, მეორეა ვიდეოში რა ჩანს და მესამე ექსპერტი რას გვეუბნება. ექსპერტთან დაკავშირებით არ მიუმართავს ბრალდების ხარეს და არ დაუსვავს ეს კითხვა, ხდება თუ არა ვიდეოზე ფეხი. დანარჩენი მაგალითად გამომძიებელი თუ იტყვის რომ აი ვიდეოში მე დავინახე, ეს არის მისი ინტერპრეტაცია, ეს არ არის ექსპერტიზის დასკვა. მე ამ ვიდეოს გარდა არსად არ მინახავს ერთი მარტოდ მყოფი სპეცრაზმელი, რომელიც რაღაც სამსახურეობრივ დავალებას ასრულებს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის როგორც დაცვის ხარისთვის და როგორც ობიექტური ადამიანისთვის, კითხვის ნიშნებს აჩენს ის, რამდენად არის რეალურად ის ადამიანი, რომელიც ვიდეოზე ჩანს, ის პიროვნება, რომელიც სასამართლო პროცესზე დაიკითხა. მეორე ძალიან საინტერესო გარემოება არის ის, რომ ამ ადამიანის აღჭურვილობა არ არის ამოღებული. აღჭურვილობა ამოღებული რომ იყოს, შეიძლება ვიდეოთ იმაზე, რამდენად არის ამოსაცნობი და დავაიდენტიფიცირებთ ამ ადამიანს პოლიციელად ან სპეცრაზმად. ჩვენ არაერთი ადამიანი ვიცით მსგავსი ეკიპირებით რომ დადის აქციებზე, ისე ზოგადადაც რომ გადაადგილდება და ბრალდების ხარემ უნდა დაამტკიცოს ის, რომ საბაჯიქიას შეეძლო აღეკვა, რომ ეს ადამიანი იყო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. საბაჯიქია არის 21 წელს მიუღწეველი პირი. აქედან გამომდინარე, სასამართლო როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, გააუცილებს თუ არა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, რაც მაგალითად მათე დევიძის кейსზე ჩვენ ვერ ვიხილეთ. აქედან გამომდინარე, ზუსტად რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს, ვერ გეტყვით. თეორიულად შესაძლებელი არის მოხლიდან გამომდინარე მოხდეს შემცირება, არის სხვადასხვა რეგულაციები, არის დათქმა ეგეთი, რომ 18 წლამდე პირზე სავალდებულოდ ხორციელდება რიგი მოქმედებები და ასევე არის 21 წლამდე პირთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, ქალბატონი თამარ ჭედლიშვილს ასევე კიდევ ერთი გამოცდა ელოდება იმასთან დაკავშირებით. ჩვენ ხა ყველამ ვიცით, რომ სასამართლო უკვე გადაწყვეტილი განაჩენძის, როგორ დანიშნავს აღნიშნულს. იმიტომ რომ ჩვენ რო ხედავთ, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობას არ გაძლევს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ის განაჩენიძეს სასამართლო პროცესს.